ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინმე ცახკანა თუ რაღაცა ცახკანა არის ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი სიტყვა, ხო, ჩვენთვის ნიშნავს, ჩვენთვის რა ღმერთმა დაგიფაროს, მათთვის ნიშნავს, რომ ის კაცი სუნავს მათი ოჯახებისა და მათი შვილების კეთილდღეობაზე. ამასობაში ერთი კვირის წინ ჩატარდა არჩევნები ესტონეთში. მისმა პარტიამ 1 რაღაცა 7% აიღო. თვითონ რამდენი პროცენტი აიღო ხალხო იცი? 2000 ხმაც ვერ აიღო. თავად როგორც მაჟორიტარი. თვითონ 2000 ხმა ვერ აიღო და ის კაცი ჩვენ აქ გვიწყობს რევოლუციას. ხო. და წარმოიდგინეთ ახლა ხო, აი ეგეთი კატეგორიის ადამიანები რაღაც აი რომელიც ეზიზღება ესტონელებს. ხო, მეორე გირჩმა უფრო კარგი მაჩვენებელი დადო, ვიდრე იმათმა. აი, რა ვიცი, რომელმა დადო 1.7% ხიდაშელები და ეს კატეგორია ხიდაშელი, რომ ეხა რომელიმე ქვეყანაში გადატრიალებაში რაღაც მცდელობა ქონდეს. თავრობის სახელით. ხო და იქ ხალხი ტაშუკრავ, წარმოიდგინეთ ეხა ეგეთი დაღუპული ქვეყანა, სადაც თინა ხიდაშელს ტაშ დაუკრავენ, რომ მათ ინტერესებზე ზრუნავს თურმე. დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა და ეს იაშტერებენ ამ ხალხს. ანუ თავის დროზე რაღაცა რეპუტაცია ჰქონდა და ჩვენი რაღაცა ინფორმაციული ნაკლებობისა გამო ადამიანებამდე მისული არ იყო ის ინფორმაცია, რასაც დღეს უყურებთ. ვინც არის და რასაც წარმოადგენს ევროკავშირი დღეს მდგომარეობით. გინდა ბიუროკრატია დავარქვათ, ამას ევროკავშირის სახელით მოქმედებენ. ეხლა ჩვენ კი მიჯნავთ ხოლმე და ბიუროკრატიას ვეძახით, მაგრამ ის ბიუროკრატია მომულია ევროკავშირზე და დამთავრებულია, ხო? მათ რაღაც რეპუტაცია ჰქონდა და ამით ისარგებლობენ და ჩვეულებრივად ატყუებენ ამ ხალხს. ანუ რომ გამოდიან ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები, ისინი მარტივად იციან რომ უნდა მოატყუონ რაღაცა კატეგორია ხალხის. ეს არის მათი მიზანი და ამოცანა.